მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან საინტერესო თემაზე მინდა დღეს ვისაუბრო, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერის დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, ისწავლე და დასაქმი. ეს არის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომელიც მორგებული არის მოსახლეობის ინტერესებზე და თითოეული პროგრამა ისე არის გაკეთებული და მისი კონტენტი ისეა შექმნილი, რომ ის პირდაპირ არის კავშირში ბიზნესის საჭიროებებთან. შესაბამისად, ჯერ ვაკეთებ პროგრამას, რომელიც გადის ვალიდაციას ბიზნესთან და ამის შემდგომ უკვე ხდება ავტორიზაცია ამ პროგრამის. შესაბამისად, ამ პროგრამებზე გამოვაცხადეთ უკვე ავტორიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამოდენიმე დღეა გასული და რეგისტრაცია გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე. მიუხედავად ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან დიდი აქტივობა არის, ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივობა გამოიჩინონ და შესაბამისად დარეგისტრირდნენ ამ პროგრამაზე. პროგრამა, როგორც თქვენ მოგახსენეთ, არის აბსოლუტურად უფასო, მერი აფინანსებს მას, შემდგომ ამისა თითოეული ამ პროგრამის უკან დგას რომელიმე კონკრეტული ბიზნესი და შესაბამისად ამის შემდგომ ხორციელდება ამა თუ იმ პროგრამის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება ძალიან წარმატებულ კომპანიებში. ყველაფერთან ერთად ჩვენ შემოვიდნენ და ახალი მიმართულებები და ახალი პროგრამები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად წელს გვექნება ჩაშვებული უკვე პროგრამა, რომელიც მოიცავს დიზელ გენერატორებისა და ძრავების სპეციალობაში გადამზადება მომზადებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორები და მათ კომპანიებსა და დასაქმებულ სპეციალისტებს ან მათ ვისაც სურთ დასაქმდნენ მომავალში ექნებათ საშუალება ამ ტიპის მიმართულებაში გადამზადდნენ. ეს არის კომპანია ბორუსან საქართველოს ბორუსან მაქინა, რომელიც არის კატარპილარის წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ მათთან ერთად შევიმუშავეთ ეს კონკრეტული პროგრამა და უკვე გამოვაცხადეთ მიღება. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ამით დაინტერესებული არა მხოლოდ ესე ვთქვათ, ეს ჩვენი პარტნიორი და მსხვილი საიმედო ბიზნეს პარტნიორი, არამედ სანაპირო დაცვის სამსახურის სხვადასხვა კომპანიები, სადაც იმ მძიმე ტექნიკასთან დაკავშირებით არის მოთხოვნა და ამის გამო გავაკეთოთ ზუსტად ეს პროგრამა. გარდა ამისა, ჩაშვებული ახალი პროგრამა კერამიკა, დანარჩენი მიმართულებები გაახლავთ ისეთი, როგორც არის შედუღება, ენერგეტიკა, მშრალი მშენებლობა, კონდიცირების სისტემები, გეოდეზია და ასე შემდგომ. ამიტომ ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამები გვაქვს და ძალიან საინტერესო. გარდა ამისა, მინდა გითხრათ და აუხსნა, რომ აქ ორი მიმართულება მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში რეგისტრაციის. პირველი გამოცხადდა რეგისტრაცია გრძელვადიან პროგრამებზე, რომელიც გრძელდება 25 სექტემბრამდე, ეს მინდა მოსახლეობა მიცოდეს. გრძელვადიან პროგრამებზე რეგისტრაცია გაგრძელდება 25 სექტემბრამდე, ხოლო მერიის პროგრამებზე, თბილისის მერიის პროგრამებზე რეგისტრაცია გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე. შესაბამისად, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა გახავთ და 25 სექტემბრამდე რამოდენიმე დღე გახავთ დარჩენილი. მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ საოცრად დიდი აქტივობა მოდის ესევე გრძელვადიანი პროგრამების რეგისტრაციაზე. ეს ძალიან გვახარებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ამ თემას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პრაგმატულმა დამოკიდებულებამ პროფესიული განათლების მიმართულებით დაახლოებით 15% იზრდება 10-დან 15%-მდე იზრდება ყოველწლიურად პროფესიული განათლების სურვილთა რიცხვი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული, გააზრებული მოსახლეობას სურვილებს პროფესიული განათლების როლი და მე მინდა ვთქვა, რომ კოლეჯები მზად არიან საქართველოს ყველა რეგიონში, მიუხედავად ადგილმდებარეობისა, ქალაქებისა, დაბებისა. დღეს ბევრი პროფესიული კოლეჯი მოქმედებს და არის სხვადასხვა საინტერესო პროგრამები და საინტერესო სტანდარტები და გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში ქართლში კიდევ იგეგმება ორი ახალი კოლეჯის გახსნა, ესე მიმდინარეობს და დაიწყება ბათუმში დიდი ახალი კოლეჯის მშენებლობა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღეს გეოგრაფიული დაფარვა საკმაოდ მაღალი გახავთ, ამიტომ ნებისმიერ სურვილს საქართველოში, ვისაც სურს პროფესიული განათლების მიღება და წარმატებით დასაქმება, მათ ამის ნებისმიერ შემთხვევაში ამის საშუალება გააჩნიათ. ესევე აუცილებლად მინდა
განუმარტო და ვთხოვ მოსახლეობას შეზღუდული შეძლოს მქონე პირების განათლებისა და მათი უნარჩვევების გაუმჯობესების მიზნით კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ სერვისებს, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ამ შემთხვევაში ინკლუზიურ განათლებას, ეს არის ავტოტრანსპორტის სერვისი, ეს არის ჟესტიკულაციის პედაგოგი, მობილობის წვრთნელი, სანიტარის მომსახურება, დგება ინდივიდუალური პროგრამა პედაგოგთან და ინკლუზიის სპეციალისტთან ერთად და შესაბამისად ჩვენ ვქნით ყველა იმ პირობას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ინკლუზია იყოს ჩვენთან ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული და შევქმნათ პირობები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება არა მხოლოდ უნარების მიღების, არამედ ძალიან წარმატებულად დასაქმების და ამის უამრავი кейსი, ამის უამრავი მაგალითი გაგვაჩნია ჩვენ და შესაბამისად ეს ადამიანები დღეს არის ძალიან ბედნიერები, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დავამსხვრიოთ სტიგმა და ვთხოვოთ ჩვენს ახლობლებს, ვთხოვოთ თქვენს მეგობრებს ყველას, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში არ იყვნენ მზად მიმღებლობისთვის, ჩართულობისთვის და ინკლუზიურობისთვის. რაც შეეხება პროგრამებს, რომელზეც ჩვენ წელს მიღება გამოაცხადეთ, გამოცხადდა 14 ავტორიზებულ პროგრამაზე მიღება, თუმცა საგაზაფხულო მიღებაზე უკვე გვექნება დაახლოებით 24 პროგრამა, თუმცა ამ ეტაპისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ და ვიტყვი, რომ ამ პროგრამებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე აი დღევანდელი რიცხვის მონაცემებით გვაქვს კონკურსი გრძელვადიან პროგრამის. რაც შეეხება კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით თბილისის მერის პროგრამას ისწავლა და დასაქმდი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე-13 თუ მე-4 დღეა დღეს რეგისტრაცია, მიუხედავად ამისა, იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მე ვფიქრობ, რომ 1 ოქტომბრამდე ანალოგიურად მოკლევადიან პროგრამებზე გვექნება ძალიან მაღალი მოთხოვნა, იქნება კონკურსი, თუმცა მე მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ თბილისის მერია აგრძელებს ამ პროგრამას, თუ ვინმე ამ ეტაპისთვის კონკრეტულ სპეციალობაზე ვერ მოხდება და ამერწმუნეთ, რომ გაზაფხულისთვის კიდევ გამოცხადდება, კიდევ იქნება ეს პროგრამა ისწავლე და დასაქმდი, შესაბამისად თქვენ მოგეცემათ საშუალება, თქვენ მიიღოთ ზუსტად ის განათლება, მიიღოთ ის უნარები, მიიღოთ ის კვალიფიკაცია, რომელიც გჭირდებათ ძალიან წარმატებულად დასაქმებისთვის. და საბოლოოდ მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ვიტყვი იმას, რომ საკოლეჯო განათლება საქართველოში არის ქვაკუთხედის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის წინსვლის, ბიზნესის განვითარების და ზოგადად ადამიანთა კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი გააჩნია. მინდა ვისურვო, რომ თქვენ ჩვენთან ერთად მოვახერხოთ, რომ არა მხოლოდ მივიღოთ ეს ყველაფერი და შევისწავლოთ, არამედ შემდგომ ეს წარმატებით გამოვიყენოთ ცხოვრებაში. მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველა ყურადღებისთვის და გისურვოთ წარმატებული მომავალი.